საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის კრება ჩატარდა, რომელსაც მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თემურ ჩილაჩავა უძღვებოდა. პროფესორი აკადემიის მიერ ჩატარებული მუშაობის ანგარიშით წარსდგა შეკრებილი საზოგადოების წინაშე. ვრცლად ისაუბრა აკადემიის საქმიანობასა და პრიორიტეტებზე. თემურ ჩილაჩავამ აღნიშნა აკადემიაში არსებული სხვადასხვა ინსტიტუტების წარმატებული და ნაყოფიერი მუშაობა, როგორც მან განაცხადა, აკადემიის ორგანიზებით არაერთი სამეცნიერო და საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. სხდომაზე მეცნიერებმა აკადემიის პრეზიდენტად კვლავ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი აკადემიკოსი ოთარ ჟორდანია აირჩიეს. კრებამ ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრებად, აკადემიკოსებად ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი ნანა მაჭავარიანი და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე აირჩია. ულოცავ ჩემს უფროს მეგობარს ბატონ ოთარ ჟორდანიას ხელახლა არჩევას ჩვენი აკადემიის პრეზიდენტად. ბატონ ოთარ ჟორდანიას ნარის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნება, ძალიან მაღალი დონის მეცნიერი, მე არ შემხედრია და იმედს გამოვთქვამ, რომ სახელმწიფო კიდევ მეტად დააფასებს ბატონ ოთარს, რადგანაც ის არის დივანი ჯავახიშვილის სოფხედელობის პიროვნება. ძალიან ცნობილ მეცნიერებს გაუჩნდა სურვილი ჩვენ აკადემიასთან თანამშრომლობის და შესაბამისად გახდნენ ჩვენი აკადემიის წევრები. მინდა აღვნიშნო ქალბატონი ნანა მაჭავარიანი, ეს არის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენის ინსტიტუტის დირექტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სხვათა შორის აფხაზური ენის სპეციალისტი, პროფესორი, ასევე ჩვენთვის არის სასიამოვნო, რომ პოლიტოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ცნობილმა მეცნიერმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონ ზურაბ ხონელიძემ გამოთქვა სურვილი ჩვენი აკადემიის წევრობაზე და ეს არის ძალიან მისასალმებელი, რაც გვაძლევს ჩვენ დიდ იმედს, რომ ჩვენ აუცილებლად მშვიდობიანად ბატონ ზურაბის მიერ სოხუმის უნივერსიტეტში გაჟღერებული საუნივერსიტეტო დიპლომატიის ახალი ნოუ-ჰაუ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, დაბრუნდებით აფხაზეთში. აკადემიის დამფუძნებლის ხელახალი არჩევა მოხდა, ეს გახლავთ ცნობილი საზოგადო მოღვაწე, დიდი ისტორიკოსი თამამად ვიტყოდი, პიროვნება, რომელსაც უდიდესი დამსახურება ქვეყნისა და ერის წინაშე, პროფესორი ოთარ ჟორდანია. გარდა ამისა, ჩვენ ორი სერიოზული მეცნიერი, მათ შორის ერთი დიპლომატი და პოლიტიკოსი შევიძინეთ აკადემიამ. ეს გახლავთ უპირველეს ყოვლისა ბატონი ზურაბ ხონელიძე, რომელიც გახლავთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და ჩვენთვის ამ ეტაპზე სასიხარულოა ის, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი რექტორის ხელმძღვანელობით და ჩვენი აკადემია ოთარ ჟორდანიას ხელშეწყობით მოხდება ჰარმონიული დარწმუნებული ვარ თანამშრომლობა ქვეყნის სასიკეთოდ. რაც შეეხება ქალბატონ ნანა მაჭავარიანს, საზოგადოებას ამ პიროვნებაზე არ სჭირდება ჩემი მხრიდან გაცნობა, იმდენად რამდენადაც ის აღიარებული ცნობილი მეცნიერია, ძალიან დიდი ოჯახის შვილი, დიდი მამიშვილი, შესანიშნავი სამეცნიერო პროდუქციის შემქმნელი ავტორი და რაც მთავარია, ჩვენი აკადემიის პროფილს პირდაპირ პასუხობს მისი სამეცნიერო ღვაწლი. ის გახლავთ აფხაზური ენის ერთ-ერთი აღიარებული სპეციალისტი. მე რა თქმა უნდა მადლობელი ვარ, რომ მეორედ ამირჩიეს. მადლობას ვუხდი ყველას აკადემიის წევრს, რაც შეეხება გეგმას, მთელი ძალღოდით ვიმუშავებთ იმ მიმართულებით, რომ კიდევ უფრო ფართოდ გავაცნოთ მოსახლეობა აფხაზეთის ისტორია, კულტურა, ენა, დავამყაროთ ურთიერთობა აფხაზეთის ინტელიგენციას და აფხაზურ ნაწილთან, რათა ერთობლივად გამოვნახოთ გზა ერთიანი, დემოკრატიული, თავისუფალი სახელმწიფოს მშენებლობისა. შეხვედრაზე აკადემიკოსმა ოთარ ჟორდანიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოხსენება გააკეთა. აკადემიკოსმა ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრებაში უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე, მის როლზე და მიღწევებზე ისაუბრა. სხდომაზე ცნობილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ოთარ ჭურღულიას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ტიტე მოსიემ გააკეთა მოხსენება. აღინიშნა ოთარ ჭურღულიას დამსახურება ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გამტკიცების საქმეში და მისი წვლილი ახალგაზრდა თაობის აღზრდაში.